მოგესალმებით დანების და ცივი არაყის მოყვარულებო. დღეს გრძელდება ჩვენი ვიდეოების სერია. დღეს ძალიან მაგარი ვიდეო გველის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტუმარია კოტე 40-ზე და დღეს გვექნება საუბარი მხატვრულ დანებზე, კოტეს კოლექციაზე, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ეს არის მეორე ნაწილი კოტესთან უკვე, რასაც წერთ და შესაბამისად პირველი ნაწილიდან გამომდინარე დიდი მოლოდინია, რომ ეს შეიძლება პირველ ნაწილზე უკეთესით გამოვიდეს. ასე რომ გვიყურეთ, ძალიან საინტერესო ვიდეო გველის გაგაფრთხილებთ. არხი რომ განვითარდეს, არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ, დავიწყოთ. მოგესალმებით, მეგობრებო. გამარჯობა, მადლობა დიდი. ძალიან მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ და რაც ყველაზე მაგარია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიკრიბებით აი ამ საოცარი კოლექციის განხილვისთვის და შესაბამისად სულ სიახლეა, ხო? აბსოლუტურად წარმოდგენილი. ვცდილობ, რომ შევავსო ხოლმე კოლექცია. და ვნახოთ, აბა მე მგონი ისეთი სათანადო მითი ვარ წარმოდგენილი დღესაც. კი, როგორც ყოველთვის. დღეს ესე იგი ვისაუბრებთ ჩვენი ეს კონკრეტული სერია დაეთმობა მხატვრულ დანებს. ნუ მხატვრული დანების განმარტებას აღარ დავიწყებ, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ მათგანში უკვე გამოხატულია აი ეს მხატვრული ნაწილი, რაც მას, ასე ვთქვათ, საკოლექციო უძვირფასეს ექსპონატად აქცევს რა. გამომდინარე აქედან, დღესაც ესე იგი სამ ეტაპად გვაქვს კონკრეტულად ეს კოლექცია განაწილებული შესაბამის პადებზე და გამომდინარე აქედან, მოკლედ ძალიან საინტერესო განხილვები გველის და ალბათ ტრადიციულად დავიწყოთ პირველი პადით, ხო? და შესაბამისად მოკლედ პირველი პადი. მოგაწვდი. აჰა. მოგესალმებით, მეგობრებო, კიდევ ერთხელ. ხო, ერთ პატარა იმას გავაკეთებ შესავალს რა. ყველა დანა არის დამასკოს, ანუ ესე რომ ვთქვათ, ფენოვანი იმითი, რა ქვია, პირით და ყველა დანა არის ხელნაკეთი, არ არის ქარხნული დანები და ყველა დანა არის დასაკეცი. ოკეი. ეს არის ჩემი კოლექციის, ასე ვთქვათ, კრიტერიუმი. კი, მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრიდან მითხარი, რომ ყველა პირზე უნდა იყოსო ნახატიო, რომ ჩემთვის იყოს საინტერესო. დაახლოებით ესეთი ფორმულირება ქონდა და ხო, ანუ ამ იმას მივდევ კვლავ და მოკლედ, პირველი ხო, ეს არის, ანუ აი კლასიკური ფაითერია. ეს დანა, ამას აქვს ახლა სანმაის პირი. აი თუ ხედავთ, აი აქ არ ვიცი როგორ გამოჩნდება, ანუ შიდა მხარე ჯაბა შეხედე, ამას აქვს, ანუ სენდვიჩია ეგრეთ წოდებული, ხო, ანუ შიგნით სხვა ფოლადია და აქეთ-იქით ლამინირებული არის უკვე დამასკოთი რა. ანუ ამას აქვს სანმაის პირი. ოსტატი არის ანდრე დე ვილერსი. და ნუ ხო, როგორც ვთქვით, ანუ არის აი სუფთა ფაიტერი, არის გაფორმებული აი აქ თუ ნახავთ იმასკუსით, კი, აქაც და ეს ყველაფერი არის ტიტანის რა. სხვათა შორის აი მოულის თვალსაზრისით არის საკისრებზე, ანუ აი გახსნა. კი ბატონო, ესეთია რა. ძალიან კარგი. მოულის თვალსაზრისით აი სანმაიზე ხო არ ქონია შემთხვევა, რომ აი დროთა განმავლობაში ფერი ეცვა არა ხო აბსოლუტურად მოსდის ჩვეულებრივი ის არის რაღაცით ანუ სანმაი შეიძლება ნუ ჯობდეს ხოლმე იმიტომ რომ ეს რა ქვია მჭრელი პირი არის უფრო მტკიცე ფოლადს უგეთებენ ხოლმე რა ხო და ნუ არა არანაირი პრობლემა არ აქვს ქართულაზე და არცერზე რა კი ბატონო ო ესეთი ის არის ძალიან კარგი ძიმია არ არის ძალიან ძიმე, იმიტომ რომ ტიტანისის არის, რა ქვია, არის, აი ნახე, ანუ და ხელს უწყობს რომ არ იყოს მძიმე რა, ეხა ამას ჩვეულებრივი რაღაც მეტალის რაღაც ხომ, მაშინ მძიმე იქნებოდა, კი. კი ბატონო, არა, ძალიან კარგია. ძალიან მაგარია. ეს მოაყოლა თვითონ ავტორმა. არა, ეს მაჩუქეს და მე გავუკეთე. ძალიან მოუხდა, სხვათა შორის რაღაც ხასიათში ძალიან ჩაჯდა რა. ძალიან კარგია. პოსტერიც როგორი აქვს. მოკლედ ეს არის აბსოლუტურად ხელნაკეთი, შესაბამისად თითოეული დეტალი არის ხელნაკეთი. უნიკალური და თავისი ანუ აქ ნომერი და ყველაფერი, ანუ ოსტატი ვინც ეს დაამზადა. სახელით Trailboss აწერია, ხო? ანუ ეს არა, ეს არის ანდრე დე ვილერსი, ეს Trailboss არის, ეს რა ქვია, თვითონ ამ მოდელის ეს რა ქვია, სახელწოდება, ხო, თვითონ არ ქონს. Trailboss, მაგარია. ძალიან მაგარი მოდელია. ესეთი ტიპია რა. კი ბატონო. ან მოშნია.
რაღაცა აქ ცოტა ესეთი კარბონნარევი პირები უფრო დაგროვდა რაღაც, იმიტომ რომ ესეც ხო დაახლოებით ეგეთია პრინციპში. ეს არის ესეთი ამერიკული ეს არის სამჭედლო, ქვია Olamic Customs. თვითონ აკეთებენ იმას, რა ქვია, დამასკსაც და ეს დამასკი არის იმითი, რა ქვია, კოპერ სპილენძ ნარევია, ხო, ნუ ეხა იმიტომ რომ სურათი გააკეთონ, ანუ ლამაზი რა, ასე რომ ვთქვათ რა. და ეს მოკუმეს სტილის ეს პოსტერებიც, ანუ ესეც ყველაფერი თვითონ აქვს გაკეთებული რა. ესეც ანუ თავიდან ბოლომდე არის ხელით ნამუშევარი. ეს მოდელი არის აღებული ესეთი ცნობილი მედანე დიზაინერი, ანუ დიზაინს ქმნის მაიკ ვენინო და ანუ იმის დიზაინით არის გაკეთებული რა ეს რა. ნუ აი მაგალითად ეს drop point პირი მაინც ასე ვთქვათ ხშირად შემხედია აი ესეთი ფორმის რა და ნუ შესაბამისად რაღაც გარკვეულ სტილს უკვე ხო ქმნის რა რეალურად რაც მე უკვე semi custom ან factory made-იაც ხშირად ხდება. კი, drop point-ები ანუ უკვე ხო, აი ესეთი ჩატეხვით და ძალიან მომწონს სხვათა შორის, ძალიან პრაქტიკულიც არის. ანუ კლიპსაც ესეთი, ანუ ეს აქვს კარბონი. ხო. კარბონია, backspacer-იც ანუ ესეთი აქვს გაკეთებული. ტიტანის, ხო, აი ტიტანის არის. კი ბატონო. და აქაც აწერია, ну როგორც უმრავლესობა თავის სახელს აწერს და უყვართ აი backspacer-ის შიგნით დაწერა ხოლმე სახელს ამასაც აწერენ. შიგნით, ხო, ну ეგ ახლა სტანდარტია. ნომერს აწერენ ზემოდან, ზოგი აქ აწერს და ამას აკეთებს, მაგრამ ну ამას აქ არის. კი, ხშირად არის შიგნით რო იყოს, კი ბატონო. ესეც ანუ ფაითერია, ესეც არის იმაზე, რა ქვია, საკისრებზე. ძალიან მაგარი მექანიზმია. ხო, ну ესეც არის liner lock-ი. ძალიან მაგარია. მაგრად გამოიყურება. ეს ახალი შენაძენია კოლექციის. ეს ქონდა, ხო, ანუ კოლექციის ნაწილი. არც ის პირველი, არც მეორე, ანუ ეს ჯერ ახალი არ არის. ახლებიც არის აქ და მაგასაც ვიტყვით მე რომელია ახალი. ძალიან ეფექტური, აი მაგარიდანაა, ძალიან მაგარიდანაა. კი, აი ეს ეხა ცოტა მძიმეა. ხო, ეს მძიმეა. კიდე ნეტა რატოა მძიმე ეხა? იდეაში იმიტომ არის მძიმე, რომ ეს ტიტანია, ხო, ეს ბუსტერები? არ არის ტიტანი, ეს არის, ნუ ამათი გაკეთებულია ესეც სპილენძი. ოკეი, დამზადებული მოკუმეს სტილის რა რაღაცა არის და მაგიტო ნუ ხო ამძიმებს რა ეხა ეს ყველაფერი. თან აქაც ისინი აქვს, მასიურია. მასიურია, ხო, კი, მასიურია ნამდვილად. მოდი შემდეგზე გადავიდეთ. გადავედით შემდეგზე. ხო. ეს feather არის, ხო? თუ არა, ეს არ არის feather, ეს არის ჩვეულებრივი დამასკია, ასე რომ ვთქვათ. თუ გავს feathers. ხო, არა, ეს არ არის. ესეთი არის. ანუ ესეც, ეს არის ოსტატი არის Les Wuhrisi ესეთი. არ ვიცი ხა სწორად გამოვთქვი თუ არა, მაგრამ ნუ ხო. და ეს დიზაინიც არის ცნობილი ანუ დანების დიზაინერი ტიპი არის Yamin Fasil თუ რაღაც ესეთი გვარი აქვს რა. ანუ ბევრი აკეთებს რა, ეხლა შემხედრია იმასთანაც, რომბესთანაც, შემხედრია პიტერ მარტინთან, ამანაც დაამზადა ეხლა, ну ესეთი ტიპია. ძალიან კარგი მექანიზმია, ხო, მექანიზმიც კარგია, კი, და ესეთი დიზაინიც ისეთი აქვს რა, ცოტა უცხო ასე რომ ვთქვათ რა. ხო, ანუ корпуსი ამ დანის არის იმისი, რა ქვია, ტიტანის. შემდეგ აი ეს შავი არის ცირკონიუმი, აი აქეთ იქით ხა ეს შავი ცირკონიუმია, ეს უკვე არის ტიმასკუსი და ანუ ეხა ეს ისიც კლიპსაც არის ტიმასკუსი რა. backspacer-ი და თვითონ ეს ხა ნუ დანის სამშვენის შეიძლება გაკეთდეს თოკი, ესეც უკვე ესეც ის არის, რა ქვია, ცირკონიუმი რა. ხო, ნუ აქ უკვე ესეც ტიტანის ისა აქვს, არა, ანოდიზირებული ჭანჭიკები აქვს, ნუ ფერში და ნუ ესეთი ის არის რა. ესეც ხო, თავიდან ბოლომდე არის ხელნაკეთი რა და აი ძალიან მაგარი აწყობილია, კი, აი ნახე ის არა აქვს, რა ქვია, გონია რომ ქარხმულია რა, ისეთი მაგარი გაკეთებული აქვს. ხო, აი ეგ რა როგორი შეგრძნებაა რა, რომ ანუ აი ხელნაკეთი ზოგიერთს რომ ანუ აბსოლუტურად აი მაგის შეგრძნება აქვს. რომ არ ეთყობა, რომ ანუ ვიღაცის გაკეთებულია რაღაც. ძალიან ანუ ვერც მოუზომე ზოგადად როგორ იმას მექნა რა.
ფლიპერზე როგორ გამოიყო და გაიტანა ბოლომდე რა. მაგარია. მთელი ცხოვრება რო ამას აკეთებენ, ანუ ის არის რა. სხვა შორის ძალიან პრაქტიკული ისიც აქვს, ფორმაც აქვს რა, ზოგადად, ანუ აი სწორი ეს საჭრელი, შედარებით სწორი ეს საჭრელი პირი რაც არის, ზოგადად აი ძალიან პრაქტიკულად ეს თითიც ნახე რა კარგად ჯდება და მოკლედ ძალიან კარგი. ხო, მაგიტო ანუ ის ვინც სამნის დიზაინს აკეთებს, ანუ ბევრ რამეზე ფიქრობს რა, ისი არ არის რომ რაღაცა რა ხდა, უბრალოდ დანაგავაკეთო რა. გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის სტივ ბუხი ეგეთი. ეს არის ავტომატი. და არის ამას ქვია ტარია გასაცდელი. არია ხო და რო რაღაც არა, საიდ რილიზი ქვია, ხო, აი ეს საიდ რილიზი ქვია, კი ბატონო. გამოვარდება რა. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, პირი აქვს ამას დამასტილის, ოღონდ არის შეფერილი ლურჯად. აი ვიცი, რაღაცას აი მე ეგრევე რაღაც დავინახე და კი, ანუ კამერაში გამოჩნდება თუ არა, ფერი აქვს შეფერილი ლურჯად. ეს არის ეგერლინგის დამასკის ბოლსტერები. და აქვს თეთრი სადაფი რა, ანუ ხო, და ბექსპეისერიც ისეთი აქვს, აი თუ შეხედავ. კი, და ეს ტიტანის ისინი აქვს, ხო? კი, და ისეთ დამუშავებიდან გაკეთებულია ესე, ნახე, ინკრუსტირებული აქვს ეს ტიტანის ლაინერებიც რა. კი. ამასაც აქვე აწერია, ანუ რომელ წელს საკმაოდ ძველიდან არის, მაგრამ აი ხო ახალივით არის რა. ეს არის 2005 წლის გაკეთებული, ხო, 20 წლისდან არის. თავისი ხელმოწერით ყველაფრით აგერა აქვს. კი. მექანიზმი ეს არის dual action-ი. dual action-ია? კი, ეს შეგიძლია გახსნა პირდაპირაც რა. ხო, გასაგებია. გასაგებია. შეგიძლია ესე გაუშვა რა. გასაგებია. ანუ ამაზეც ნახე და თავი გაკეთებული აქვს, ხო, ანუ აი ეხლა კამერაზე ვანახოთ, ღილაკივით, ხო, ადვილად დაკეცო, რომ მარტივად დაკეცო რა და ხო, და ანუ ეს ოსტატები ამ რაღაცებს უმატებენ, აი ხა სხვა დანებზეც განახეთ ამ პატარ-პატარა იმას რა და თავისი ის აქვს, ხო, თავისი ის აქვს. ეს ჭანჭიკებიც საინტერესოა რა, ანუ იდეაში ის არის 6 ქიმიანია. მაგრამ აი რაღაცა ჭრებია გარშემო უამაზესი რა, ანუ ძალიან საინტერესო ჭანჭიკები აქვს. მაგარია. კოტე, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ პატზე, თუმცა სანამ დავიწყებთ, პატარა სიახლეს გეტყვი, პრინციპში პატარა აღარ არის და ძალიან დიდი სიახლეა. ჩვენ მოგეხსენება, რომ ყოველწლიურად ვატარებთ Art Night Expo-ს. ზაზარეიშვილი და მე ვართ ამ კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორები და წელს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს ღონისძიება ორჯერ ჩავატაროთ მთელი წლის განმავლობაში. და ეს ღონისძიება ჩავატაროთ ხოლმე გაზაფხულზე და ზამთარში. შესაბამისად, ხო, აი შესაბამისად ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებსაც ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ ამ ღონისძიების მიმართ და ფაქტიურად, როდესაც ჩვენ მაისის ღონისძიება დავასრულეთ, ეგრევე დაიწყო ზოგადად კითხვები და სურვილების გაზიარება, რომ თუ შეიძლება რომ უფრო მალე ჩატარდეს, ვიდრე ნუ ერთი წელი დაველოდოთ კონკრეტულად, ხო, ამ მომდევნო ზეიმს. შესაბამისად მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ ეს ღონისძიება ჩავატაროთ გაზაფხულზე და ზამთარში, ანუ გაზაფხულის და ზამთრის სერიები გვექნება. ძირითადად ყოველთვის ეს ღონისძიება ჩატარდება მაისის და დეკემბრის პირველ ვიკენდზე. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად, ნუ მოკლედ აი ეს კონკრეტული ესეთი ფიქსირებული განრიგი დავაწესეთ მოკლედ ამ ღონისძიების ირგვლივ. ძალიან მაგარი. და გარდა ამისა, კიდე გვექნება ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ წერტილოვანი ივენთები, რომელიც Art Knife demos სახელით იქნება ზოგადად წარმოდგენილი ჩვენი დანის მოყვარულებისთვის. და დემოებზე ჩვენ გვეყოლება ერთეული ოსტატები, ანუ one man show იქნება, ასე ვთქვათ. ხო, მივხვდი. და შესაბამისად აი ვორქშოპივით რაღაც. ხო, ერთი ოსტატის ირგვლივ იქნება კონკრეტულად ეს ღონისძიება და მაგასაც წლის განმავლობაში ისე გავანაწილებთ, რომ რაღაცნაირად ჩვენი
ჩვენი გულშემატკივრები არ მოვაწყინოთ რა და აი მუდმივი ტონუსი იყოს, მუდმივი ხო ინტერესის მუდმივი სტუმარი ვიქნები. ხო, რა თქმა უნდა და ძალიან მახარებს ეს და აუცილებლად. შენთან ახლა პირველად ვაჟღერებ ამას რა და გამდარე აქედან მოკლედ ესეთი ძალიან კარგი ამბავია და ნუ უახლოეს მომავალში რა შემიძლია გითხრა, ანუ 7 დეკემბერს შოუ გვაქვს ისევ პულმანში. 7 დეკემბერს პულმანში მოვდივართ. პულმანში კი, ესე იგი სტუმრების დაახლოებით 60% განახლებულია. ანუ ახალი ოსტატები გვეყოლება. ეტაპობრივად უკვე დავიწყეთ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია და ძალიან მაგარ რაღაცას გეტყვი, ანუ ფაქტიურად ყოველ დღე არა, მაგრამ დღე გამოშვებით აი ახალი ოსტატის ანონს ვაკეთებ. რა, ნუ აი მე ჩემი მარკეტინგული პროცესი მაქვს, ასე ვთქვათ, მაგას ძალიან მაგარია. და რაც შევატყვი, იცი რომ აი ამ როსტერს რო უყურებ მონაწილეების რა, რომლებიც აი ამ შოუზე მიიღებენ მონაწილეობას, ხო? მოკლედ თვითოულ მათგანს სხვადასხვა დროშა აქვს რა, ანუ იმდენად უკვე მრავალქვეყნიანი ღონისძიება, რომ ანუ ფაქტობრივად ეს დროშა როსტერს რო გადავხედე, ანუ გვერდზე ანუ ეს დროშების ემოჯები გაუკეთე და რო შევხედე, ხო, აი სულ სხვადასხვა ქვეყნებია რა, რა ვიცი, ძალიან მაგარია. პორტუგალიით დამთავრებული, სამხრეთ აფრიკით, ამერიკით რა ვიცი, სკანდინავიით, აი ფაქტობრივად ყველა კარგია. დანის კულტურის მქონე ქვეყანა შევეცადეთ რომ მოვიცვათ და რეალურად გამოგვივიდა კიდევაც. რა ასე რომ მე მგონი ძალიან საინტერესო ღონისძიება გვაქვს. ოჩახ კარგი არის, რაც უფრო განვითარდება ეს სფერო, ეხა შენ იცი მე ამის მომხრე ვარ და რა ვიცი, ანუ და როგორი გულშემატკივარი, ხო, გულშემატკივარი და პირიქით მიხარია, რომ ანუ ესე ვითარდება რა. კი. არა, ნუ მოკლედ განვითარება რო აქვს ამ ყველაფერს ცალსახად თვალსაჩინოა და აბსოლუტურად გასაგებია და მისაღებია და ძალიან სასიხარულოა რა. აი ეს განვითარება მარტო ერთი მხრიდან არ არის, მრავალმხრივარი და შესაბამისად ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო, რაც ქართველებიც ვითარდებიან და ეხა უცხოელებიც იცნობენ, რომ საქართველოში არის ეს თემა, ხო, ეს კულტურა, ეს მიმდინარეობა და ხო, ანუ ჩამოდიან, ჩამოაქვთ ნაკეთობები, ანუ გამოფენები რაღაცა ვიქნებ, ძალიან მაგარია. ასე რომ 7 დეკემბერს პირველი საათიდან კვლავ სასტუმრო პულმანში გელოდებით ყველას, ვინც აი ამ თემით ხართ, ასე ვთქვათ, კეთილი გაგებით მოწამლულები, შეყვარებულები ამ თემის მიმართ და შესაბამისად ძალიან საინტერესო შოუ გველის რა. ანუ ძალიან ბევრი ქვეყნიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან საერთაშორისო დონის უმაღლესი ხარისხის ოსტატები თავიანთ ნაკეთობებს წარმოგვიდგენენ და მოკლედ ძალიან კარგი დღე გველის 7 დეკემბერს. საინტერესო იქნება. მოდი გადავიდეთ ახლა აი ამ პადზე კონკრეტულად და აი ამ პირველივე დანის პირის ავტორი ბერტი რეიტვილდი არის ჩვენი შოუს ერთ-ერთი სტუმარი. ხო, ნამდვილად ბერტის პირია. ნამდვილად ბერტის პირია და ეს არის ბერტის დრაგონსკინია ეს კი. ეს არის ამ დანის ავტორი არის დამიენ კრაუსე, უნდა იყოს სამხრეთ აფრიკელი. აუ, აი უბრალოდ ეხა რო უყურებ, ეს კბილია არის მამონტის კბილია სასწაულიდან. და ამას აქვს, ანუ აი გახსნილი ის აქვს, რა ქვია, ბექსპეისერი აქვს, რა გახსნილი დიზაინი აქვს ესეთი. ანუ ბოლსტერიც არის ბერტის დრაგონსკინი, არის შეფერილი აი ლურჯად, ეხა თუ ულამაზესია რა. ჩანს. ფორმა აქვს, აი ხო და ისეთი ულამაზი ფორმა აქვს, რასაც ხო, ესეც არის საკისრებზე. ვაუ, რა ხმა ქონდა? ხო, და ანუ ისეთი არის, რა ქვია, ლამაზი დანაა ძალიან. ძალიან ლამაზი დანაა, კი. ნამდვილად ძალიან ლამაზი დანაა. ეს შენ შეძენილი გაქვს თუ შეკვეთილი გაქვს? არა, ეს შეკვეთილი. შეკვეთილი გაქვს. ოღონდ თვითონ დადო ადრე ვიყიდა ეს რა და თვითონ დადო ერთ-ერთ საიტზე რა და იქიდან მე აჰა და იქიდან შეიძინა. ანუ დაკვეთა არ არის ეს რომ ესეთი მინდა ისეთი მინდა, ანუ თვითონ დადო და ისქენი რა ქვია. ულამაზესია. შეძენილი. ძალიან მაგარია, ანუ როგორც დიზაინით, ფორმით, ასევე ნუ აი მასალები, ეხა უნიკალური მასალებია გამოყენებული რა. კბილს როგორი ფერი აქვს, როგორი ფერების პალიტრა აქვს.
სასწაულია. მამონტის კვილი ისეთია რა, თან ეს ხო იმის დიდი არის ეს კვილი რა და ჩამარხული რო არის, მე სხვადასხვა ფერის იმას ამწვანე და სასწაულ შედეგს იძლევა. ცისფერი, ვარდისფერი, აი სასწაული ფერებია და მოდი შემდეგზე გადავიდეთ, ხო? ეს არის ის 27 ბრილიანტი? ეს არის 27 ბრილიანტი, ხო? ეს არის ვერნი რიდი, ანუ 27-ია, ხო? 27-ია თუ 24-ია, არ ვიცი. ეს აღარ აღნიშნულობა. ხო, ვერნი რიდი, ანუ საკმაოდ ისეთი ძველი ოსტატია, ასე რომ ვთქვათ. და ეს დანა გამოიტანეს აუქციონზე რა და როგორც კი გამოიტანეს, ანუ არცვა, ანუ აი პირველი დაიდო თუ არა ეგრევე ავიღე რა. აქვს ეგერლინგის დამასკი, როგორც პირზე, ისე ბოლსტერზე. აქვს ოქროს ჩანართები, თავისი ბრილიანტებით. ნუ ეხა ბრილიანტები ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ეხა დანაზე ვერ დააკრება. ხო, მაგრამ სადაც 24-ია უკვე ხო, მაგრამ აქვს აგერ და ეხა რასაც უყურებ, ყოველ სანტიმეტრში ბრილიანტია ფაქტიურად. მთლიანი კვადრატულობა როა იყო. სულ ჩასმული აქ ეს ისინი ბრილიანტები და შიგნითაც ხო, მითხარი კაცს მიღმარო, ეხა არ გამოჩნდება, მაგრამ შიდა ბექსპეისერზეც ისა აქ რა ქვია, ჩაბრილიანტებია. ეს არის შავი სადაფი კი. სადაფი ულამაზესია, რა როგორი აი როგორი ის აქვს, ხო, და თან ანუ ის აქვს დამუშავებულია რა. ფერები აქვს ძალიან მაგარი. ნუ ესეც ოქროა, თავისი ბრილიანტი უზის ამ გასაცემს. აბა მექანიკა როგორია? მექანიკა ჩვეულებრივი ლაინერ ლოკია, ხო, უბრალოდ ანუ ეს უკვე ვოშერებზეა რა. აჰა, გავიგე. სამ სტადით ხსნი. კი, ჩვეულებრივი, ანუ ეს old school დანა არის, ასე რომ ვთქვათ რა, ესეთი ტიპია, აი. ულამაზესი. ესეც ოქროა? ეგეც ოქროა. ეტყობა, ხო, კი, ეგრევე ფერზე ეტყობა, რომ ოქროა. ძალიან მაგარი დანაა. აი ნახე ეს როგორი აქვს, ეხლა აქ არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა ის. მოკლედ ეხლა აი არ მეძლევა სხვა საშუალება, რომ ალბათ YouTube-ის ამ კონკრეტულ სერიას ამ 24 ბრილიანტს დავარქმევ. ამაზე მაგარ სათაურს რა ვიცი, გინდა მარკეტინგულად, გინდა შინაარსობრივად მე მგონი ვერ მოვიფიქრებ, რა ვიფიქრებ მაგაზე, მაგრამ მე დაწინაურდა დაწინაურდა. კი, რომ 24 ბრილიანტი დავარქო, რა სიტყვიოთ, ხო? ჩვენიერი სახელია, კი ბატონო. გადავიდეთ გადავიდეთ, ესეც ამ დანის ავტორიც ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი მარჩელო გარაუ. კი, რომელიც სარდინიელია, ხო. თბილისში ნამყოფია, ძალიან კარგი დრო გვაქვს ერთად ნატარები და შესაბამისად წელსაც ქონდა სურვილი აი დეკემბრის შოუზე ჩამოგვეყვანა, მაგრამ ნუ ვეღარ მოხერხდა და როგორც გითხარი, ანუ მაისში ჩვენ უკვე ვიგეგმებით მაისზე და მაისში ჩამოვა. მაისში უეჭველი ჩამოვა. რო ველაპარაკე, კი ვაპირებო მაისში უეჭველი ჩამოვა. ძალიან კარგი ადამიანი. და სხვათა შორის შეუკვეთე ჩამოსული რო იყო თბილისში მაშინ. მაშინ შეუკვეთე. ამის მექანიკა უნდა ვაჩვენოთ ახლა მაქსიმალურად. ეს არის ბათან ლოკი. კი. ანუ მოდი ჯერ ავხსნი რისგან, ანუ მარჩელო თვითონ ჭედავს დამასკს, ანუ ეს თავისი დამასკია, თვითონ აქვს გამოჭედილი, ასე რომ ვთქვათ. ეს კორპუსი არის მთლიანად ლატუნის. შემდეგ გაპრიალებული და არის შავი სადაფი ამაზეც რა, ანუ შიგნით აი ესე ჩანართები აქვს შავი სადაფით გაკეთებული და ეს არის ნუ ყვითელი სადაფი. ორივე მხარეს ანუ აი ესეთი აქ რა ქვია. და აი თუ დააკვირდებით ფიტინგი აქ აი სასწაული რა. აი ისი აქ მორგებული ეხა აი ეს რომ ხო, ნუ არა აქვს რა იქ აი ზაზორი თუ რაც ხო აი ძალიან მაგრად აკეთეს. ფიტენ ფინიში არის, რა ვიცი, აი სასწაული ხო. და აი ბექსპეისერზეც ჩანართები აქ იმისი რა ქვია, ანუ ამას ერთად ვიჯექით მაშინ იქ პულმანში და ერთად ერთად სკეჩი ერთად გააკეთო, არა მაგარი გამოცდილება. ეხლა მაგას ვნახავ და მე ესეთი სასწაული ჩამოვიდა. ეს ყველაფერი ანუ ერთად გავიარეთ, აქაც აქ სადაფების ჩანართი გაკეთებული. ეს ბოლსტერი არის იმის, რა ქვია, ტიმასკუსი, აი ეს ორივე ბოლსტერი რა და აი ეს ზედა, ანუ ნაწილი, ეს სხვა არის, ეს ბოლსტერს ზემოთ რაც არის, ეს არის მეტეორი. მეტეორიტია ეს რა. კოტე რა არის, იცი, აი თითოეული დეტალი, აი რაც არის, ხო, ეხლა რამდენ დეტალზე საუბრობ.
ცალკეული პროექტია, ესე ვთქვი რა. ეს არ არის ნორმალური რა. ანუ აი, რა ვიცი, აი Spacer-ი როა იყო ცალკე პროექტია, Bolster-ი როა იყო ცალკე პროექტია, პირი აბსოლუტურად ცალკე პროექტია და მე არის ამ პროექტების ერთობლიობა, მოკლედ აი ამ სასწაული ნაკეთობაში გადატანილი. ის აქვს, რანუ ეს შიგნით. კი, ნუ რაზეც ვისაუბრეთ, რომ არაუ და ეს არის button lock-ი. აი ამ მეტეორზე დააწვევი ესე, აი დაკეტავ რა. კი. ანუ ესე წინაწვევი. მოდი აი გახსენე. აი ხა როგორ გახსნა, რო გვინდოდეს, აი წკაბ და ეს და გამოვა და მე უკვე ხსნი, აი ესეთი ის არის. მე გახსნი. კი. ო ეს არის ახალი, ანუ ეს არის კოლექციაში ახალი. ხახან ჩამომივიდა ეს დანა. ანუ ესე იგი ფაქტიურად შენ მთელი წელი ელოდე. ხო, ესე ველოდები ხომ. ხო, მთელი წელი. შეიძლება 2 წელი, 2 წლის გარაო და მთელი წელი ელოდე ხა თუ მაშინ შეხვდი და ცოტა მეც ანუ დავაგვიანებ ეს რა ქვია. შეკვეთის დადასტურება, მაგრამ ხო, ნუ ხო, მაგრამ ნუ ღირდა ნამდვილად. ესე დანას რო ელოდები, ეხა 2 წელსაც მოიცდი. სასწაულია. ესე ველოდები ხოლმე. სასწაულია. გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის Ron Besti. ანუ ესეც ერთ-ერთი უსერიოზულესი ოსტატია Ron Besti. ეს ანუ სასწაული დიზაინია. აი ამას აქვს ძალიან მაგარი დიზაინები. ამის დანას ალბათ მეორესაც ანუ მინდა დაგერი რა. აი ძალიან მაგარი დაგერები აქვს Ron's რა და ალბათ შეუკვეთავ დაგერს. აი ეს რა არის ჩანართები? ჩანართი არის ამბერ ქარვა. ანუ ეს არის ქარვა. როგორი სხვანაირი ქარვაა. აქაც ანუ აი აქ ეხა თუ ჩანს. კი, უკანაც არის. ანუ ეს არის frame lock-ი. ანუ მისი და ფრეიმი არის მთლიანად ეს ტარი არის ცირკონიუმის. მთლიანად, ხო? მთლიანად არის ცირკონიუმის და ცირკონიუმშია გაკეთებული ეს ქარვის ჩანართი. თან ნახე, ანუ ესე იგი ტარის გარკვეული ნაწილი არის ცოტა ანუ მატოვი და ეს პრიალა, ხო და რავამაზია უბრალოდ რა. კი. და backspacer-იც აგერ ანუ არის ცირკონიუმით, ესეთი მითი რა ქვია გაფორმებით. ხო, პირი ვისია? პირი დამასტილია. ძირითადად ანუ ეს Ron-ი მუშაობს დამასტილზე რა. ანუ მე რაც ახლა შემხედრი ამის დანები, უმრავლესობა არის დამასტილი რა. ეს თვლები აქვს აქ? ანუ თვლებია თუ ჭანჭიკებია? ჭანჭიკები აქვს მოოქროვილი რა. ოკეი. ულამაზესია რა. ეს პირიც მაგრა აქვს გაკეთებული. ანუ ხო, აქაც აგეწარწერა Ron Best და აი ჩანართებს აკეთებენ მეთქი, ნახე ამასაც აი როგორი ისაა, სხვანაირი რა ქვია ამას frame lock-ი? ხო, აი ეს lock-ის ის რაც არის, ანუ სხვანაირად აქვს გაფორმებული რა. ხო, კი. ესეც არის იმაზე. ეს ანუ ერთი მთლიანობა თუ არის ერთი წამით აბა შევხედოთ. ეს ჩამოცმული აქვს მერე იმაზე, ხო? ჭანჭიკებით აქვს დამაგრებული რა. ესეც ცირკონიუმზე უკვე რა. ხო, საკისრებზე. ძალიან მაგარია. და აი უბრალოდ შეხედე როგორი, ანუ მექანიკა ძალიან მაგარი აქვს რა. აუ ხო, რა ზამბარას გეგონება რა. კი. უმაგრესი რა მაგარი მექანიკა აქვს просто. ულამაზესია. არა მართლა ძალიან მაგარია. კოტე, მოდი შემდეგზე გადავიდეთ. შემდეგი ეს არის ვერონიკა ლორენი. არის ფრანგი. ქალია ვერონიკა. და ნუ მისი დამზადებული არის. მოდი კარგად ვაჩვენოთ. აი ნახეთ. ესეთი დიზაინზეც ეთყობა დამუშევარზეც რო რაღაც ანუ ისეთი გაკეთებულია რომ ქალის გაკეთებული. ხო, რაღაცა ესთეტიკა ანუ უფრო ისეთი აქვს. არც ქალური რო თქვა ეხლა რა მშვარ დაგობრალებენ რამის, მაგრამ ნუ რეალურად მართლა ეგრეა რა. ეს უკვე ბექლოკია. აი აქ ესეც ესეთია. ნუ აქაც ეს გაფორმება backspacer-ის. კი, ეს ჩანართები სადაფი, ხო? ეს სადაფია, კი ბატონო. ნუ ეს დამასკია, დამასკს ჭედავს თვითონ ეს ქალი.
ну საკმაოდ იშვიათია რომ ხალი დამასკს შედავდეს, მაგრამ რატო? დამასკს ხო, დამასკს იშვიათია. და ანუ გრავირება ეს რაც აქ ეხა ყვავილები, ხო, ესეც თავისი გაკეთებია რა. ეს ტარი და არის? არა, ის არის რა, უჟანგავი ფოლადია. უჟანგავი ფოლადია, ხო. ანუ ფაქტიურად უჟანგავი ფოლადია. ჭრა გაკეთებული ამ უჟანგავ ფოლადზე. და ეს ბოლსტერი სხვა ელემენტია, ხო? ესეც დამასკია, ხო? ხო, ბოლსტერიც დამასკია, ოღონდ სხვა ტიპის რა. რაც შეეხება თვითონ ხო ვერონიკა არის აკის წევრი. ხო, Art Knife Imitation. კი, აკის წევრია. ხო, ვერონიკა ბევრ შოუზე, ასე ვთქვათ. ბევრ შოუზე გამოდის, კი ბატონო. და ძირითადად აკეთებს იმას, რა ქვია, ფიქსებს. ანუ ხანჯლებს, სანადიროდანებს და ასე შემდეგ და ეს არის თუ არ ვწდები, არ ვიცი ხა შეცდომაში ხალხი შევიყვანო, მაგრამ თუ არ ვწდები, არის ერთადერთი ან პირველი დასაკეცი დანა. რაც გააკეთა. რაც გააკეთა. ძირითადად უფრო ფიქსები აქვს. ძირითადად აქვს ფიქსები, ფიქსებზე მუშაობს. ისიც ძალიან საინტერესოა, ასევე დამასკის სამშვენის ესეთი პატარა. კოტე, მოდი გადავიდეთ ჩვენს მთავარ პატზე. ეს დანებიც იდეაში ალბათ ძალიან რთული შესაძლებელია ერთმანეთთან, მაგრამ რაღაც ლოგიკით განვალაგეთ რა და ნუ რაღაცით დავიწყეთ, რაღაც შუაში მოვყევით და აი ჩვენი ბორდოსფერი პადი არის ცნობილი პადი. შესაბამისად, მოკლედ ამ კონკრეტულზეც გარკვეული ლოგიკით განვათავსეთ ეს 4 ულამაზესი ნაკეთობა. მოდი დავიწყოთ. აქედან დავიწყოთ. ეს არის ჯერი კორბიტი. თუ არ ვწდები, ამას უნდა კონდეს ეგერლინგის პირი და ბოლსტერიც უნდა იყოს ეგერლინგის. კი, და ანუ აქ აქვს გაკეთებული, აი ამას ეძახიან, ნუ ზარნიშია რაღაც ოქროსი, ოღონდ ევროპული სტილის ეს რა ქვია. მეთოდით, ხო. რითი განსხვავდება და არ არის ამოწეული ზემოთ. ნახე აი, ხო, შიგნით ის რა. ანუ აი ეს ოქროს ხაზი თუ რაც არის ეს ზაფი, ხო, არის შიგნით ჩასმული და მე გადაპრიალებული არის, ანუ ამ იმასთან. სხვა შორის დღეს უყურებდი Instagram-ზე აი ამ ზარნიშის პროცესს რა და ესე იგი, აი წარმოიდგინე ეს ოქროს ზაფი არის აი უდრეკად, ძალიან დრეკადია რა, აი ძალიან დრეკადია. რომ მოინდომო, ესე ხელი თუ არ გაქვს ისე გაწაფული, აი სწორ ზოლს ესე რომ აი ხო ვერ გააკეთე. და ჯერ ხო ამას ვთილობ, აი ეს ზაფი გაწელო, დადო ამ ზედაპირზე და მე ამას ჩაკუჩით მიყვები და ამ ჩაკუჩს მე უნდა ააჭრა ზემოდან რაც დარჩება. ამ ჩაკუჩს კიდე აქ აი უპატარავესი თავი რა და ანუ წარმოვიდგინე რომ ეხა მე რო ურტყავდი ალბათ ერთი 5 დარტყნენ 4-ს იქით-აქეთ მოვარტყავ და ერთი და მე ნერვები მოგეშლება და გავს რა და ხალხი რა ვიცი ხო ნუ ძირითადად ამ იმაზე რა ქვია აი ამ ინკრუსტაციებზე სხვები აკეთებენ ხო ნუ უშუალოდ ამის ოსტატები რა ამის მასტერები ასე ვთქვათ ჩვენ ხა საქართველოში ძალიან მაგრები არიან ბიჭები ვინც არიან ანუ ვინც აკეთებს მაგრად აკეთებს სახელდაგვარებს არ ჩამოვთვლი იმიტომ რომ არ მინდა ყველა მიხვდება ვინმე შეურაცხყოფა ვინმე და მასაც ვიხილავთ ჩვენ შოუზე კი და აი ძალიან მაგრები არიან ანუ არ ჩამოუვარდებიან კი არა უკეთესებს არიან ხო ამერიკელზე და ევროპელზე კი ბატონო ესენი სადაფები ხო ხო ეს არის სადაფი ანუ აი სადაფი ძალიან მაგრად აქვს დამუშავებული იმიტომ რომ აი ხელში რო დაიჭერნა აი ხო სასწაულია აქ სიამოვნებს რა ისი აქ გაკეთებული რა ძალიან მაგარი ოსტატი არის და აი backspacer-იც აი ჩანართები აქვს ესეც სადაფები ხო რა კაი გადაწყვეტილებაა ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა ამას აქ აწერია ეხა თვითონ აი აგერ კორბიტ შიგნით არ აწერს რა შიგნით არ აწერს ეს არის liner lock-ი თამსტადით ხო კი ჩვეულებრივი თამსტადით აგერ ოპა არ ანუ ლუშერებზეა ესეც კი ულამაზესია ულამაზესია ესეთი ტიპია ესეც შეკვეთით თუ ესეც პირდაპირ არა ესეც დაიდო და შეიძინა არა კი ბატონო შემდეგი რაღაც სასწაული მანქანაა ფაქტიურად
ფაქტიურად მანქანა. ანუ მე ხა მინდა რომ აი დანის პირი როგორ ვანახო ახლოდან. მაგას აი ოთო ეცდება რომ ოთო დაგვეხმარე, რატო? იმიტომ რომ ეს არის კოლაბორაცია ორი ძალიან სერიოზული ოსტატის, კი. და ესეთი დანა არის გაკეთებული მხოლოდ 4. ეს არ ვიცი რომელი მოდელია, მე რამდენია სხვათა შორის. აქ რა წერია? მე მგონი მეორეა ეს. ხო, მაგრამ ნუ ვერ წავიკითხე ხა ნორმალურად და არის ხო, არის 4 რა. პირი არის გაკეთებული ოუენ ვუდის. თან არის აი ეს ჭრები რა, ანუ აი ტალღები, ხო თქვა, ეს არის ნიკელი. და აი თუ აქ ხა კარგად ჩანს ერთი და იგივე ზომაზე აქვს გაკეთებული, ანუ აი ხო, ეტყობა ახლა ზოლები არის იდეალური სიმეტრია აქვს რა, ანუ ეს არის აი სასწაულია, რთული, ამას ესე მარტივად ვერ გააკეთო. ხო, ახლა ამას ვერ გამოიყვან რა, ვერ გამოიყვან რეალურად. ძალიან მაგარი ოსტატია და ნუ აი ეს ქვედა არის სხვა დამასკი. ხო. ეს ზედა სხვა დამასკი და მე ნუ ერთმანეთზე არის გამოჭედილია ერთად, კი რა. ეს არის პირი, არის ამ იმისი, რა ქვია, ოუენ ვუდი დანებსაც აკეთებს, ანუ თვითონ ერთ-ერთი სერია. ეს ორივე პირი ოუენ ვუდის არის, ანუ ორივე აი მთლიანად, ორივე არის, ანუ ოუენ ვუდის და მე ანუ ეს გამოყვანილი ყველაფერი აი ეს. ხო, ნუ გასაგებია. არის მაგისი. ხო. თვითონ დანა არის GTC არის ესეთი, ანუ ვინც ააწყო მე ესეთ არის ვინც გააკეთა მექანიზმი ყველაფერი, GTC, ანუ გუსტავო ჩეჩინი, ესეთი ძალიან ცნობილი ოსტატია. ტარი არის ტიტანი ალბათ, ხო, ტიტანი. და ეს ჩანართები არის ტიმასკუსი. ულამაზესი. ანუ აი ბექს. აუ რა მაგარი დიზაინი აქვს, ნახოთ. ეს ტიტანია, ხო? თუ ცირკონია. არა, ეს ცირკონიუმი არის, შავი და აქაც ტიმასკუსი აქვს და ეს არის ფრეიმ ბლოკი. არის ესეც იმაზე, რა ქვია, საკისრებზე და აი კარგად ვაჩვენოთ, ხო, კარგად. აი შევადაროთ მაგალითად ამას. ანუ აი საკისრიან დანებს ხო აქვთ აი ეს ხო ფლიპერი რა, ხო, აი კაპრო ამოვიდეს რა. აი თუნდაც ეს ავიღოთ. ხო. ამასაც ფლიპერი აქვს გაიხსნება რა, ანუ აი ნებისმიერი ხო, ნუ ფლიპერის სტანდარტული ხო. აი ესენია გამოწეულები. კი, ფლიპინგი ხდება მაგით. ანუ ესეც არის ფლიპერი, ოღონდ ამას აქვს გაკეთებული ეს პირი აქვს ჩაჭრილი. აი ეს თავი ამოდის აქ. ესე. ამბარაზი აქ ისე არ ჩანს რა, ანუ დადაჭქვევით არის და აი უმაგრესია. უმაგრესი. მე მსგავსი, ანუ არ მინახავს. ხო, ეს აქვს მარტო ამ გუსტავო აკეთებს ამას, სხვაგან მეც არ მინახავს, ხო? აუ, ის ჭანჭიკიც რა მაგარია. პოსტერზე. უმაგრესი დანაა. ანუ ჯიბეში თუ ჩაიდებ ან რაღაცა, იმან რა ქვია, ფლიპერმა რო არ შეგიშალოს ხელი. ხო, დამალულია. დამალულია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. გადავიდეთ ბატონ გადავიდეთ ნაკეთობაზე. სხვათა შორის ეს ოუენ ვუდიც არის სამხრეთ აფრიკელი. ბერტიც არის სამხრეთ აფრიკელი. ხო და ანუ ეს ხო, ნუ ბერტის რაც შეეხება, ბერტი იცით ახლა ყველა მედანემ რომ პირებსაც აკეთებს, ანუ ცალკე მას რა ქვია. ამ პირებსაც აკეთებს, კი. ცალკე კარიერა აქვს, ასე თქვა და ცალკე ბიოგრაფია ბერტის პირები რა. და აი ამასაც თუ შეხედავ, ახლა აქაც ორი ტიპის დამასკი აქვს. ოღონდ ეს უკვე ბერტის არის და აქაც არის იდეალური სიმეტრიით, აი ეს ნიკელის ფურცლები, ეს რა ქვია, ჩაწყობილი და შემდეგ მოდის დრაგონსკი. ულამაზესი დანა. ეს აქ შეიძინე თუ შეუკვეთე? არა, რო ჩამოვიდა აქ შევიძინე. ეს ჩვენ შოუზეა შეძენილი? ეს ჩამომიტანა სპეცსაგები. ის იყო, რა ქვია, დაბარებული მქონდა, მეთქი რო ჩამოხვალ, ანუ მაისის შენაძენია ესე იგი. მაისის რა, მაისში ანუ პირველი შოუ როცა გაკეთდა, პირველად რო ჩამოვიდა, კი, ანუ გავიგე. ხო, ნუ ეხა ბერტის ვიცნობდი და მეთქი იქ რო გავაკეთეთ, რუსთაველზე რო გავაკეთეთ.
კი, რუსთაველზე რო გაკეთდა მაგ. კი, ეგეც პრინციპში მაისი იყო თუ არ ვცდები წინა წლის ოღონდ. წინა წლის, კი, 24-ის. ნუ ეს ის რა ქვია. ხო, ნუ ეგ ხა, ანუ ეს არის ტარიაკ ცირკონიუმი. მოდი ამაზე უთხრათ, თორე ვერ გაიგებს ახლა ვინც არ იცის რეალურად, ანუ ბოლსტერში აქვს, ხო? ბოლსტერში აქვს ესეთი გლაზოკივით, ასე რომ ვთქვათ, და შიგნით რო ჩაიხედები, არის ბერტის ლოგო აწერია, რეიტვილდ, ბერტი, საუთ აფრიკა და ასე შემდეგ რა, ანუ აი პატარა ეს არის მისი სავიზიტო ბარათი, ასე ვთქვათ, მის დანებში რა. ხო, ტარსაც შეეხება არის ეს რა ქვია, ცირკონიუმი და ეს არის სადაფი რა, ანუ აი ამასაც ეხა რო ნახო აი ფიტინგი აქვს, აი უმაგრესი. მექანიზმი რა არის? მექანიზმი არის, ნუ ეს ბერტი აკეთებს ამ მექანიზმს თავისი აი რო დააწვევი ამაზე, ეხა აქ როგორ გამოვაჩინო. აი აქ რო დააწვევი ბოლსტერ ლოქია რა, აი შეიძლება აკეცავ და მე შეეწევა. გახსნი. კი ბატონო. ანუ აი ამაზე აქ აი ბოლსტერს აწვევი. ხო, კი. კი ბატონო. მე ვეკეტავ. უამაზესია. ხო, ისეთი აი დიზაინიც მაგარი აქვს რა, ანუ თან როგორ ერთი მასში მოდის ესე რა. კი, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარია. ბერტის ვიხილავთ ჩვენ შოუზე დეკემბერში ძალიან საინტერესო ნაკეთობებით მოდის. სიახლე რაც შემიძლია გითხრა, ნერგავს ახალ მექანიზმს, რომლის პროტოტიპები მე მაქვს სხვათა შორის. და ხო, შემიძლია მე გაჩვენო რა და ხო და შევხვდეთ მომდევნო დღეებში და მე გაჩვენებ. ჯერ უბრალოდ აბსოლუტურად პროტოტიპებია, ანუ იქ რაღაც ძვირადღირებული მასალა არ არის გამოყენებული, არის უბრალოდ პროტოტიპი რა, ეგრეთ წოდებული. თუ ჩამოიტანს ნახო თუ მოასტრო ხო? კი, ანუ უკვე როგორც არტი, ასე ვთქვათ, ამ შოუსთვის პრინციპში მე მოლოდინი მაქვს რომ ჩამოიტანს რა და შესაბამისად. ეს მე რაც მაქვს არის ატესტო პროტოტიპები და შესაბამისად შეიძლება საინტერესო იყოს. გადავიდეთ შემდეგზე, ხო? გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის შვედი ოსტატი იოჰან გუსტავსონი. ხო. ხსმენია. ხო, ცნობილია ძალიან, რომელიც დამასკს, ანუ ყველაფერს აკეთებს თვითონ ეს ადამიანი. თუმცა მე მგონი ახლა ამბობენ რომ დაანება თავიო რა. ხო და რატო დაანება, არ ვიცით. აჰა. ნუ ეგ პრინციპში შემნა გიხაროდეს. ხო. ეგ უნდა გიხაროდეს, იქიდან გამომდინარე რომ უნდა მიხაროდეს. როგორც კი ყველა ოსტატი კარგად იყოს და როგორც კი ოსტატი ანებებს თავს. ანებებს თავს მისი ნაკეთობები ფასი იმატებს. ფასი იმატებს. ერთიურად. უფრო ესე ფასდება ასე ვთქვათ რა. რა თქმა უნდა. ეს არის მოზაიკური დამასკი. არის აი ეხა ჩანს კარგად სხვადასხვა ფერი აქვს რა, აი წითელი, ლურჯი, რავი, მომწვანოა. ნუ აი თუ ჩანს კარგად და აი ფერთა უდიდესი გამაა რა. აი ესეც არის ორი ტიპის. აი რო თუ შეხედავთ, აქ თუ ჩანს, აი ეს ნაწილი არის სხვა ტიპის. აი ესე ვაჩვენოთ და გამოჩნდება აი ზედა ნაწილი სხვა არის და მჭრელი ნაწილი სხვა არის რა. ხო, ნუ მთლიანად იმის გუსტავსონის ნამუშევარია. აქაც იგივე ტიპის დამასკი აქვს გამოყენებული. ეს თავისივე დამასკია. სადაფების ჩანართით. სადაფების ჩანართით. აი სამსტადზე რა არის? სამსტადზე არის ეს ოქროა ალბათ და ფირუზი. კი, და აი აქაც უზის პატარა ფირუზები ბექსპეისში შიგნით. და ესეც ოქროა სავარაუდოდ. ესეც არის ოქრო. კი. ესეც ოქროა, ეთყობა პრობად საგერ ჩანს რომ აქ ალბათ, ხო, აი, პრობიანი ოქროა. სინჯიანი, პრობა. სინჯიანი, ულამაზესი დანაა რა, ანუ რა ვიცი, ეს არის ხო, ნუ ამას ეხა აი ხო რაღაცებს თავისით იმაშვებიან ეს backspace-ერი და ეს აქ გაყოფილი, აი. ხო, რატო გადაწყვიტა ეგ არ ვიცი. ნუ ეხა დიზაინის ნაწილია რა, სხვა ეხა არაფერი არა. კაცია და გუნება როგორც იტყვია. ხო, და ეს აქ გაყოფილი ეხა, ანუ ეხა ერთიანი რო ყოფილიყო ვითომ რა, მაგრამ ნუ აი გაყო რა. კი ბატონო, ულამაზესია კოტე, ულამაზესი დანაა. ესეც ლაინერ ლოკია. და სამსტადით სტანდარტულად იღება.
აი პირიც ნახე როგორი დამუშავებული. როგორი დამუშავებული აქვს სულ. ჩანს, კარგად. მაგარი დამუშავებულია. ესენი რა თვლები რა თქვი? ფირუზები. პატარა ფირუზები აქვს ჩასული. ულამაზესი. დაახლოებით 1.12-მდე ალბათ, ხო 1-2-3. ხო, სადღაც 10-ზე მეტი ჩანს რა, მოკლედ რა. ულამაზესია. ძალიან მაგარი ძალიან მაგარი დანაა და კოტე უღმესი მადლობა სასწაული კოლექცია კვლავ და კვლავ რა და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მესამესაც ჩავწერთ ალბათ გარკვეული პერიოდის მერე ცოტა მაცად კი იმიტომ რომ ჩვენი ეს სერია კონკრეტულად აი აბსოლუტურად ასე ვთქვათ წარმოადგენს აი ისეთ ვიდეოს რომელიც ნუ ისტორიას უნდა დარჩეს რა მოდი ესე ვიტყოდი რა და ნუ აი სასწაულ ნაკეთობებს განვიხილავთ ხოლმე ერთად და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რა რომ აი ამ კონკრეტული ნაკეთობების აი მხატვრული ნაკეთობების გაზიარების სურვილი რომ გიჩნდება და მოკლედ აი ესეთი საინტერესო ვიდეო რო გამოდის შენი თაოსნობით რა ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებთ რაც ეს სფერო რაც წინ წავა მით უკეთესი იქნება გაიხარე ბევრი ხალხი ჩამოვა გაიხარე მადლობა პირიქით გაიხარე უღმესი მადლობა კიდევ შევხვდებით აუცილებლად კიდევ შევხვდებით მე მგონი ძალიან მაგარი ვიდეო გამოგვივიდა სასწაული კოლექცია იყო წარმოდგენილი შეგახსენებთ რომ ეს კოლექცია წარმოადგენს მხატვრული ნაკეთობების აი ძალიან კარგ და თვალსაჩინო წარმომადგენლობას და შესაბამისად მინდა რომ შეგახსენოთ რომ 7 დეკემბერს გველის შოუ მხატვრული დანების შოუ სადაც თქვენ გელით ასე ვთქვათ აი ამ დონის მეტად თუ ნაკლებად ზუსტად აი ამ დონის ნაკეთობები შესაბამისად 7 დეკემბერს გელოდებით ყველას სასტუმრო პულმანში გაიმართება Art Knife Expo ზამთრის სერია ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა არხის განვითარებისთვის აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე